საშუალება არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა ძალიან ბევრი დედა გადავარჩინეთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. გამოვრიცხოთ პრობლემა და რეგულარულად ჩავიტაროთ სკრინინგი. აი ეს მამამური ბიჭების პირველად და მამოგრაფია აღარ მოწევს დექოსკოპიის გაკეთება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 20-დან 24 აპრილის ჩათვლით სკრინინგი იმართება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, ვინაიდან ჩვენი რეგიონისთვის ეს აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეულად აღმოჩენილი ავადობა ყოველთვის არის ჯანმრთელობის გარანტია, ამიტომ კიბო განაჩენი არ არის. სკრინინგ აქციები გრძელდება 54 მუნიციპალიტეტში გაიმართება 344 აქცია ნოემბრის ბოლომდე და ეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელმისაწვდის გაწვდომს გახდის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასევე გახდის მას უფრო ადვილს და უფრო კომფორტულს. მე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ისარგებლონ ამ სიკეთით და გაუთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. პროფილაქტიკური დასინჯვა აუცილებელი არის ქალბატონების ჯანმრთელობისათვის, აქედან გამომდინარე მომართვიანობაც ძალიან დიდია. და დაგეგმილი არის აქცია აგრეთვე ივნისისა და ივლისის თვეში და ველოდებით ქალბატონებისგან ჩართულობა. შეგიძლიათ მოგმართოთ დარეგისტრირებისთვის უბნის ექიმებს, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც ყველანაირ დახმარებას გაუწევს და აგრეთვე ამბროლავრის მოსახლეობა მიმართოს ოჯახის ექიმს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილზე კეთდება და ჩვენ არ გვიწევს ქალაქებში გასვლა. მე მაგალითად რამდენჯერაც ჩამოვიდნენ, იმდენჯერ გავიარე სკრინინგი და ძალიან მადლობელი ვარ და მოხარული ვარ.